საქართველოს უსინათლოთა კავშირის ცენტრალურ შენობაში. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრიც ბავშვობიდან ვარ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. უმსხვილესი უსინათლოთა ორგანიზაცია საქართველოში, წევრების რაოდენობით. ორგანიზაცია, რომელსაც უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ მასშტაბი, რომელსაც სახელმწიფო თითქმის ერთადერთია, რომელსაც სახელმწიფო ეკითხება აზრს უსინათლოებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლის აზრსაც ანიჭებს პრიორიტეტს სხვა ნებისმიერ აზრთან დაკავშირებით, თითქმის მონოპოლისტად შეიძლება ჩაითვალოს ამ მხრივ, ორგანიზაცია, რომელსაც მიგვითითებენ, როცა კი ჩვენ სხვადასხვა ახალგაზრდა გვიბრუნდება და გვეუბნება, რომ უსინათლოთა კავშირი გაგრძელე. არ ეწინააღმდეგება ამას, მხარს უჭერს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ორგანიზაცია, რომლის გარეშე მე როგორც მესმის, ისე არაფორმალურ საუბრებში ადამიანებს სახელმწიფო პროექტებს არ უფინანსებს, უსინათლოებს გულისხმობ და მცირე მხედველებს, თუ ის და ესე უბნებიან სხვადასხვა მოხელეები, რომ თუ უსინათლოთა კავშირი მხარს დაუჭერს, მაშინ ხელს შეგიწყობთ დაგაფინანსებთ თუ არა და მაშინ არა. და აი ამ ორგანიზაციის გამგეობის სხდომა მიმდინარეობს, რომლის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წევრიც 20 წელზე მეტია ალბათ რაც ვარ, ყოველ შემთხვევაში სრულწლოვნებიდან მინიმუმ 10 წელი მაინც და რომლის გამგეობის სხდომებზე დასწრებასაც მე თითქმის 1 წელია ვცდილობ. შაშან 2022 წლის ზაფხულში აქ დიდი პროტესტი იყო, ადამიანები შივშილობდნენ, მოითხოვდნენ სამსახურში დაბრუნებას, ასევე მოითხოვდნენ სხვადასხვა საქმეების გამოძიებას პროკურატურის და ფინანსთა პოლიციის მიერ და გამოძიება ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს და იმედია რაღაც შედეგები ამას მოყვება, რომ ბოლო-ბოლო გავიგოთ არის ის ეჭვები, რომელიც საჭიროა დაფიქსირებული მართალი თუ არ არის. და აი ამ ყველაფრის ფონზე აგვისტოს მე მოპროტესტებს ხარს ვიჭერდი მთელი ის პერიოდი და აი ამის ფონზე 2022 წლის აგვისტოდან ვცდილობ გამგეობის სხდომებზე დასწრებას და ორჯერ ვეცადე და ორჯერ ისე არ შემიშვეს. ანუ მოვიდიოდი კავშირში, ველოდებოდი ის თქვა ხელებ დაწყობილი მუხლებზე, რომ აბა გამგეობა როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით, მეუბნებოდი, მოვიდიოდი მარტო, მახდა ბებია ან დედა, ესე ოჯახის წევრი, უბრალოდ გამცილებლის ამბავში, არანაირი ჩაშლისკენ, რა თქმა უნდა, არასდროს მცდელობა არ მქონია და აი ამ ყველაფრის ფონზე უბრალოდ მეუბნებოდი, რომ არ გიშრობთ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. და ანუ ძალიან ფორმალისტურად უდგებოდნენ ამ საკითხს, რომ წესდებაში არ მიწერია, რომ თურმე ანუ ეს უნდა ახსნათ მიზეზები და ამიტომ არ აგიხსნით. არ ვიცი ეს წევრის მიმართ ხარ, ამდენად ეთიკური დამოკიდებულება არის, თქვენ გასაჯეთ თვითონ. რატომ ხო 2020 წლიდან 21 წლის ჩათვლით მე ვესწრებოდი რამდენიმე გამგეობის სხდომას უპრობლემოდ, მათ შორის დღევანდელი თავმჯდომარის პირობებშიც, მაგრამ 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული უკვე დამეკეტეს ყველანაირად ყველა კარი დახშულია ჩემთვის. და ფაქტობრივად ხდება კავშირის ცხოვრებიდან ჩემი გამორიცხვა. რატო? მარტივია პასუხი, როდესაც აქ იყო შიმშილობა, მე მოშიმშილეებს უცხადებდი სოლიდარობას, მუჭერდი მხარს, ვეხმარებოდი ჟურნალისტებთან, საელჩოებთან დაკავშირებაში, მათ შორის, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა მე ის მთხოვეს, მათ ჩემგან ეს ჭირდებოდა ეს სოლიდარობა ნამდვილად და მე უარს ვერ ვიტყოდი იმ კავშირების გამოყენებაზე, რომელიც მე სხვადასხვა მიზეზის გამო მაქვს, რომ საჯარო გამიხადა აქ მიმდინარე ჩაგვრა, დევნა და სხვადასხვა ესეთი გაუგებარი და საეჭვო პროცესები. ამის ფონზე ერთი სიტყვით ყველა კარი დამეხშო და დღესაც იმიტომ გადავწყვიტე გასაჯაროება, რომ აი ახლა დგავარ აქ და ველოდები რომ დავთავრდება სხდომა, იმიტომ რომ ისევ და ისევ ესე არ შემიშვეს. ასევე რაც უსინათლოთა კავშირის წესდებით პირდაპირ განსაზღვრულია, რომ უსინათლო წევრს აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც არის კავშირში დაცული. მათ შორის ეს არის ფინანსური ინფორმაცია, რომ ბიუჯეტი ორგანიზაციის, რომელიც თითქმის მილიონიანია ყოველწლიურად, როგორ იხარჯება. რამდენი არის თქვათ ხელფასების ნაწილი, პროცენტული თუ რაოდენობრივი ყველა თანამშრომლის არა, რა თქმა უნდა, არანაირ პერსონალურ მონაცემს მე არ ვითხოვ და არავის ჯიბეში ფულის დათვლას არ ვაპირებ. აქ საუბარია წილზე და მთლიან რაოდენობებზე.
რამდენს მაგალითად ხარჯავენ უსინათლოების რაღაცა წევრების დახმარებაზე, პროგრამებზე, რამდენს ხარჯავენ კომუნალურ გადასახადებზე, შენობების ქირებს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა შემოსავლებით ხო საიდან ამდენი. ეს ინფორმაცია პრინციპში ჟღერდება კიდეც უსიათო კავშირის ყრილობებზე, თუმცა ეს ყრილობები ანუ იქაც აქვთ უფლება რომ წევრები, იგი წევრები არ დაუშვან და ასევე ამ ყრილობებზე თქვათ რაც ხდება ის ჩანაწერები აუდიო, თუნდაც ან ვიდეო არ ქვეყნდება არსად. ამიტომ რა თქმა უნდა ხა დოკუმენტი რომ მქონდეს, რომელსაც მომუსმენ, მაქვს ამის სრული უფლება და სრული ინტერესი რომ ეს მოვითხოვ. ერთი თვეა თითქმის, რაც ველოდები ამ დოკუმენტს და რამდენიმე დღის წინ სხვათა შორის გამგეობის ერთ-ერთ წევრს მივწერე და ვკითხე რომ მე ვითხოვე ბიუჯეტი და ხო არ გამომიგზავნეთ და თქვა ისე ხო არ მოხდა რომ თქვა არ მივიღე რაღაცა არ გამოიგზავნე და ამაზე პასუხი არ მივიღია. რაც ნიშნავს რომ შენი მხრიდან ყველანაირი ცდილობა იყო რომ ესე მშვიდობიანად და რაღაცა საჯაროობის და გაშუქების და კამერების და ტელევიზიების გარეშე გამომეთხოვა დოკუმენტი, რომლის გამოთხოვის სრული უფლება მაქვს, მაგრამ ამას ვერ ვუყურებ. ერთმა დღეს აქ იყვნენ ფორმულა ჟურნალისტები, როდესაც მე გავიგე რომ ისევ არ მიშოვდნენ სხდომაზე, ჟურნალისტები ჩავთვლენ და ჟურნალისტებს უკვე კავშირის თავმჯდომარემ პირობა მისცა რომ ბიუჯეტი გადმომეცემა რამდენიმე დღეში, თუმცა მე არ მაქვს მაინც და მაინც ნდობა რომ როგორც კი საჯაროობის მომენტი გაქრება, რომ მე ამ ბიუჯეტს მივიღებ. ამიტომ ველოდები გამგეობის სხდომის დასრულებას, რომ სხდომის შემდეგ უკვე გადმომეცეს ბიუჯეტი და კიდევ ერთხელ ეს მოვითხოვო. ხო, ну სამწუხაროდ ზუსტად ვიცი რომ არა ტელევიზიები, მათ შორის მე არანაირ განმარტებას არ მივიღებ. პრინციპში ეხაც არ მივიღებ, რომ თავმჯდომარეს სოფო ხუციშვილს, როდესაც ჩამოერთვა კომენტარი, მან თქვა რომ ჩვენი წესების თანახმად გამგეობის თუნდაც ერთი წევრი რომ იყოს წინააღმდეგი რომ კავშირის რიგითი წევრი დაესწროს, ის ვერ დაესწრება. მე ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობით და არა ერთი წევრის ვეტოთი და ერთი წევრის დაბოქვით. ვერ დაასახელა და არ დაასახელა არც ერთი დოკუმენტი, სადაც ეს არის გაწერილი, რომ აი დავუშვათ რამდენი ადამიანი და რა გადაწყვეტილებას იღებს. ერთი სიტყვით, ну ახალი ვერაფერიც ვერ გავიგეთ ამ ყველაფრის ფონზე და ძალიან სამწუხარო არის, რომ აი ესეთი მარტივი რაღაცის გამოც დავუშვათ მიწევს საკუთარივე ორგანიზაციასთან ბრძოლა, რომელმაც მათ შორის ჩემი ინტერესები უნდა დაიცვას, ხო? ახლა რატომ მინდა გამგეობის სხდომას დასწრება? უბრალოდ მოსმენა იმისა, თუ რა საკითხებს განიხილავენ, რას როგორ ასაბუთებენ, რომ ოქმები არ არის მაინც და მაინც ძალიან სრულყოფილი. მე მქონია სხვადასხვა კავშირის კომისიაში ყოფნის გამოცდილება და ოქმები ძალიან ფორმალისტურად იწერებოდა, რომ ესა და ეს რაღაცა განვიხილეთ, ესა და ეს გადაწყდა, რატო გადაწყდა, რა იყო არგუმენტი, რა იყო მიზეზი, რა მოკვლევაზე თუ რა მტკიცებულებაზე დაფუძნებით გადაწყდა ესა თუ ის საკითხი, ეს ყველაფერი არსად არ ჩანს არანაირ ოქმებში, არასდროს და მე ძალიან ბევრს ვამატებდი ხოლმე, როცა კომისიის წევრი ვიყავი, იმ ოქმებს, რომ რაღაცა შინაარსი მაინც ჰქონოდა. ხო, და რატო უნდა მქონდეს ახლა მე ნდობა იმ ორგანიზაციის, რომლის გამგეობის ერთმაც ერთი წევრი თავს უფლებას აძლევს, რომ გენდერული ანუ სქესის ნიშნიდან შეურაცხყოფელი განცხადებები გააკეთოს და მე შეურაცხყოფები მომაყენოს, არც ბოდიში მოიხადოს, შემდეგ არც გამგეობამ გაენიჭოს მის საქციელს. ორგანიზაციებიც იძახის, რომ ეთიკის კოდექსში ემუშავებს და არ შეიმუშავებს. ორგანიზაციის, რომლის ერთ-ერთი გამგეობის წევრი და ყოფილი თავმჯდომარე რეზომა ისურაძე ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა უცხო გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, მაინც ხომ ისედაც ვიცით, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას. თუ ასე ემხრობა ეს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს დღემდე ორგანიზაციაში, ამ კანონს, ანუ აგენტურის კანონს, გამჭვირვალობის ჭყალებში არგუმენტით, მაშინ თვითონ თავისი ორგანიზაცია რატო არ უზრუნველყოფს ამ გამჭვირვალობას? რატო ემალება თავისივე წევრებს, რატო არ ასწრებს გამგეობას, რატო არ აძლევს ბიუჯეტის დოკუმენტებს, ან ნებისმიერ სხვა მოთხოვნილ დოკუმენტს თუ სამჯერ, ოთხჯერ არ გაუმეორე, რატო გვიშვებს სასამართლოში ყოველ ნაბიჯზე? მე არ ვთვლი, რომ ეს ნორმალურია, რომ ხა
ორგანიზაციას და მის წევრებს შორის ურთიერთობა სულ წყდებოდეს სასამართლოში. თუმცა რა თქმა უნდა მე ამას არ გამოვიცხავ თუ საჭიროება იქნება თავისთავად ცხადია არანაირად არ მოვერიდები არც სასამართლოსადმი, მართლაც არც პოლიციისადმი და ასე შემდეგ. ხო, იმ ორგანიზაციას როგორ უნდა დენდო, რომლის ყოფილი თავმჯდომარე და დღევანდელი გამგეობის ერთ-ერთი წევრი ისევ და ისევ ხო რეზოლუციაზე ამბობს, რომ თურმე უსინათლო ვერ იქნება ჩართული საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნუ იტყვით და ჩვენ არავერბალურ საკომუნიკაციო ნიშნებს და რაღაცებს თუ ვერ ვხედავთ, ანუ ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება არ გვექნება. თუ ეს არ უთხოვს, გამოვიდეს და უარყოს. ძალიან გამიხარდება ნამდვილად მსგავსი უარყოფა. ერთი სიტყვით, აი ესეთი ორგანიზაცია თulis რომ ჩვენ ესე სიტყვაზე უნდა ვენდობოდეთ და გადაწყვეტილებებს აი ესე დაკეტილ კარებს მიღმა უნდა იღებდნენ და თავით თანამშრომლობისში წევრებს ესე კიბეზე უნდა უშვებდნენ, როდესაც მათ აინტერესებთ, რომ რა ხდება რეალურად ორგანიზაციაში. ხო, მეორე საკითხია, რა თემებს ლობიებს ეს ორგანიზაცია უსინათლოების რა საჭიროებებს, თუნდაც გაეროში რომელი პრობლემა გააჟღერა კავშირის თანამშრომლებმა, როდესაც ჟენევაში ბრძანდებოდა გაეროში შემოფრინთა უფლებების კომიტეტის განხილვაზე. აი ამ ყველაფრის ფონზე ეს დაკეტილი კარები არის კიდევ უფრო გაუგებარი. ერთ სიტყვით ველოდებით, როდის გამოვლენ და მომაწვიან ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ ჩაფერდება.